თურქეთში მდებარე ინჯერლიკის სამხედრო ბაზა პოლიტიკური უთანხმოების ობიექტი ხდება. ამიტომ სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ოპერაცია შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი ბაზებიდანაც წარიმართოს. დაძაბულობა თურქეთსა და გერმანიას შორისაა, რის გამოც ბერლინი თურქეთიდან სამხედროების გაყვანას არ გამორიცხავს. თურქეთმა გერმანელი დეპუტატები ბაზაზე არ შეუშვა და მიზეზად შეუსაბამო დროს დაგეგმილი ვიზიტი დაასახელა. უთანხმოების მოგვარებას ახლა ვაშინგტონი ცდილობს. ეს თურქეთის ინჯერლიკის სამხედრო ბაზაა, რომელსაც შეერთებული შტატები და ნატოს სხვა წევრები სირიასა და ერაყში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია, ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციაში იყენებენ. ინჯერლიკი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ნატოს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა და სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის ხშირად უთანხმოების მიზეზი ხდება. საფუძველი კი უმეტესად პოლიტიკური ხასიათისაა. ბოლო 2 წელია სამხედრო ბაზის ირგვლივ ინტენსიური დაძაბულობაა თურქეთსა და გერმანიას შორის. 15 მაისს თურქეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ გერმანელ დეპუტატებს ავიაბაზაზე შესვლის ნებართვა არ მისცა. გერმანიის ხელისუფლებამ ხანგრძლივი უთანხმოების ფონზე ინჯერლიკის რეგიონულ ალტერნატივაზე დაიწყო ფიქრი. თურქეთთან მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ჩვენი მანდატის შესასრულებლად სხვა გზებიც უნდა ვეძებოთ, რადგან პრობლემა ახალი არ არის. ერთ-ერთი ალტერნატივა იორდანია. გერმანიის არმია საპარლამენტო არმიაა, რის გამოც არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენს დეპუტატებს გერმანელი ჯარისკაცების მონახულება შეეძლოთ. გერმანელ ჯარისკაცებს მისიებში პარლამენტი გზავნის. ჩვენი პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჯარისკაცებთან წვდომა შეზღუდული არ იყოს. უკვე მოვინახულე იორდანიის ალ-აზრაჰის ავიაბაზა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. თურქეთთან მოლაპარაკებები გრძელდება და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. გერმანია ინჯერლიკის ავიაბაზაზე ამჟამად 250 ჯარისკაცი, ტორნადოს ტიპის 6 მზვერავი თვითმფრინავით და სამხედრო ავიაციისთვის საწვავის მიმწოდებელი საჰაერო ხომალდითაა წარმოდგენილი. ავიაბაზაზე გერმანელი დეპუტატების დაბლოკვამდე გერმანიამ გასული წლის ივლისში არ შემდგარი სამხედრო გადატრიალებაში ბრალდებულ თურქ სამხედროებს თავშესაფარი მისცა, რამაც ანკარას აღშფოთება გამოიწვია და დაძაბულობის მიზეზიც ეს გახდა. ვიდრე გერმანია გადაწყვეტილებას მიიღებს, თურქეთის ხელისუფლებას უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. ანკარაში ფიქრობენ, რომ თუ გერმანიას ბაზიდან წასვლა სურს, ეს ბერლინზეა დამოკიდებული და ანკარა მათ დარჩენას არ სთხოვს. გერმანიას უნდოდა ჩამოსვლა და ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად კოალიციურ ფარგლებში კარი გავუღეთ. ყველაფერი მათი სურვილით არ იქნება. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ორმაგ სტანდარტებს. თუ გსურთ თურქეთთან ახლოს ყოფნა, მოიქეძით მეგობარივით და არა ხელმძღვანელივით. გერმანიასა და თურქეთს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გართულდა აპრილში თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის მოსამზადებელ ეტაპზეც, როდესაც გერმანიის ხელისუფლებამ თურქ მაღალჩინოსნებს სააგიტაციო მიტინგების ჩატარების საშუალება შეუზღუდა. თურქი მინისტრები საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით გერმანიაში მცხოვრები თურქული დიასპორის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდნენ. უთანხმოების ფონზე ეს ინჯერლიკის ავიაბაზაზე გერმანელი დეპუტატების დაბლოკვის პირველი შემთხვევა არ არის. ანალოგიური შემთხვევა 2016 წელსაც მოხდა. დაძაბულობის საფუძველი მაშინ გერმანიის პარლამენტის მიერ ოსმალეთის იმპერიაში 2015 წლის ეთნიკური სომხების მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარება გახდა. გარდა ამისა, გერმანელი პოლიტიკოსების მხრიდან თურქეთის მიმართულებით მწვავე კრიტიკა ისმის მედია გარემოსა და ადამიანის უფლებების კუთხით. ნატოელ მოკავშირეებს შორის ბოლო დროს უთანხმოება იმდენად გაიზარდა, რომ გერმანიამ შუამავლობის მიზნით შეერთებულ შტატებს მიმართა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვეთ ამერიკელებს თურქეთთან მოლაპარაკებაში დახმარება. წარმოუდგენელია, რომ ნატოელი პარტნიორები ერთმანეთის მიმართ ზეწოლას ახორციელებდნენ. ვფიქრობ, ამერიკელები გამოიყენებენ საკუთარ შესაძლებლობას თურქეთთან ფაქტის განხილვისას. ინჯერლიკის ბაზიდან დაეშის წინააღმდეგ ბრძოლაზე შეერთებული შტატებისა და თურქეთის პოზიცია თანხვედრაშია, თუმცა ერთობლივ სამხედრო ოპერაციაზე უთანხმოება ანკარასა და ვაშინგტონს შორისაც არსებობს. თურქეთის ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოხატავს ისლამისტებთან ბრძოლის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის ბრეტ მაკგერკის პერსონის მიმართ და ქურთების ღია მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ტრამპის ადმინისტრაცია წინა ადმინისტრაციისგან განსხვავდება, მაგრამ გუნდის ზოგი წევრი ობამას ადმინისტრაციიდან მოდის. მათ ახალ ადმინისტრაციაზე გავლენა არ უნდა მოახდინონ. ჩვენ ვერ ვუბრძანებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვის მოусმინოს და როგორ მოიქცეს, თუმცა ქურთების მხარდაჭერის გამო მაკგერკის შეცვლა სასარგებლო იქნებოდა. თურქეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა და ნატოს წევრია ახლო აღმოსავლეთში. ინჯერლიკის ავიაბაზა კი საერთაშორისო კოალიციის მთავარი დასაყრდენია ტერორიზმთან ბრძოლაში, სადაც სავარაუდოდ ბირთვული შერეღებაც ინახება. სტრატეგიული მნიშვნელობის გამო თურქეთის სამხედრო ბაზას პოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლადაც იყენებს, თუმცა ბაზის ირგვლივ ნატოს წევრებს შორის უთანხმოების შემდგომ აზრდამ მთელ რეგიონში შესაძლოა უსაფრთხოების ახალი გამოწვევების შექმნას, რაც თურქეთის ეროვნულ ინტერესებში არ უნდა იყოს. თუმცა ფაქტი ერთია, ინჯერლიკის ავიაბაზა თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტია.